პაპილომა ვირუსის ვაქცინაციის პროპაგანდა დაიწყო საქართველოში და უკვე დაიწყეს ვისაც შეეშვიდა მშობლებს უცრიან. აუცრეს 9 წლის გოგონებიდან იწყება აცრა და ვაჟებში 10-დან 26 წლის ჩათვლით. და ინგლისის სტატისტიკით აცრელ გოგონებში საშვილოსნოს კიბო მოიმატა 54%-ით, ვინც უკვე 24-29 წლის არის, აი ეს არის შედეგი. შედეგი, რა თქმა უნდა, საშინელი შედეგი. და ასევე 2019 წლის კვლევებით ეს ვაქცინა 44.6%-ით ზრდის კიბოს რისკს. ეს კვლევები ჩატარებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში და მოდით ქალბატონო თინა დავიწყოთ იმით რომ ხო კიდე რა მინდა მე მივაწოდო ჩვენ რადიო მსმენელებსა და ტელემაყურებლებს ინფორმაცია ამ ვაქცინის შესახებ, ისევე როგორც COVID ვაქცინა, ეს ვაქცინაც მიიღეს 2006 წელს ბილ გეიტსის ასე ვთქვათ ფონდის დაფინანსებით ფირმა მერკოს მიერ და მისი გამოყენების ნებართვა გასცა ამერიკის შეერთებული შტატების FDA დაჩქარებული წესით და CDC იცავდა კიდევ ამ ასე ვთქვათ ვაქცინაციის ასე ვთქვათ პროცესის პერიპეტიებს. ქალბატონო თინა, პაპილომა ვირუსის აი ეს აცრები რას იწვევს და უფრო სწორად აი ეს ვაქცინა რა არის და რატომ არის საშიში? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. მე მინდა პატარა შესავალი გავაკეთო. ეს ვაქცინა არის ყველაზე სკანდალური ყველა ვაქცინაციის ისტორიაში. დიახ. და ყველაზე საეჭვო ყველა მხრივ. გარდა ამისა აღმოჩნდა, რომ მის მიერ გამოწვეული გართულებები, სერიოზული გართულებები და სიკვდილიანობას კი გაცილებით აღემატება ყველა ვაქცინების გართულებებს ერთ-ერთ აღებულს. ამიტომ ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ ასეთი თავგადაკლული პროპაგანდა წავა ამ ვაქცინისა და ბიჭებსაც ჩართავენ, რადგან ბიჭი არის მხოლოდ გადამტანი, როგორც ითვლება, და ძალიან მარტივია, არსებობს კონტრაცეპტივები, არსებობს უსაფრთხო სექსი, თუნდაც პრეზერვატივების სახით, როცა მამაკაც შეუძლია თავი დაიცვას. და საერთოდ მე მომხრე ვარ იმისი, რომ როგორც იყო ქართულ აღზრდაში, რომ ვასწავლიდი ჩვენ შვილებს, რომ უნდა ყავდეთ ერთი პარტნიორი და არ უნდა იყოს ესე პარტნიორების სვლა, ეს არის ყველაზე კარგი თავდაცვა აი ესეთი სქესობრივი გზით გადამტანი დაავადებების წინააღმდეგ და არა ესეთი უაზრო აცრა ყველაფერზე. ეხლა რატომ აღმოვშთი მე დღეს თქვენთან, მანენა? მე ძალიან კარგად ვაცნობიერებ იმას, თუ რა საფრთხეში ვყოფთ მე და ჩემი გუნდი თავს. ჯერ COVID-თან დაკავშირებით რო ვიბრძოდით, მაშინ რა საფრთხე გველოდა და ეხლა ეს საფრთხე გაცილებით დიდია, იმიტომ რომ გაცილებით დიდი მასა ექიმების და სხვადასხვა მომსახურე პერსონალის არის ჩართული ამაში და იქ ძალიან დიდი ბონუსებიც არის, ძალიან დიდი დაფინანსებაა და აი ახლა ხან დაიდო კვლევები, გერმანული სტატიები იყო რეცენზირებულ ჟურნალებში გამოქვეყნებული, რამდენიმე სხვადასხვა ორგანიზაციების სტატიები, სერიოზული ორგანიზაციების, რამდენიმე გერმანული და ერთი ინგლისური, სადაც გაირკვა, რომ აი ამ ვაქცინაციის არაშექმნაში, არამედ პროპაგანდასა და გაკეთებაში ჩადებული არის გაცილებით მეტი თანხა, ვიდრე ყველა ვაქცინაში, რაც კეთდება მთელ მსოფლიოში. და ასევე გამოჩნდა ვიდეოს და სტატიების მელინდა გეიტსის, ბილ გეიტსის მეუღლის, სადაც ის ამბობს, რომ ნებისმიერ თანხაში მეუღლე აღარ არის, ხო გაცილდნენ ერთმანეთს. ფონდი ერთი აქვთ. ფონდი ერთი. ეს არის ბილ გეიტსი, ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი. და მელინდა ასხადებს, რომ მე ყველაფერს ჩავდებ და თანხების მოზიდვა დაიწყო თავის ფონდის გარდა კიდევ. იმისათვის, რომ პლანეტის ყველა ქალი იყოს საცრილიო. რატო არის ესეთი თავგადაკლული სურვილი და რა мотиваცია არის, ამას მოგახსენებთ ახლა. და რატომ მოვედი? მე ვფიქრობდი უკვე ყველაფერს გავეცანი, რომ ალბათ აღარ ხის ლაპარაკი. მე ერთი სტატია გამოვაქვეყნე, სადაც კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტულ პასუხებს ვიძლევი. ეს არის ჟურნალი ქვაკუთხედი, რომელიც როგორც მოგეხსენებათ, რიგდება და ვრცელდება მრევლს შორის და ვინც მორწმუნეა, ვინც აიკითხავს და ვინც მე ჩემი თქვა დახმარებით და ჩემი გუნდის დახმარებით გადაურჩა იმ ვაქცინაციას და პანდემიის პრობლემებს,
ის იმ ხალხთან მივა ეს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩემი საქმეა ვთქვა, რა ჩვენი საქმეა რა მარტო ჩემი დანარჩენი ღმერთს ვისი გადარჩენაც უნდა იმას მიუვა ეს ინფორმაცია. ბევრმა ჩემმა ნაცნობმა გაიკეთა და უმამრავმა ჩემმა არანაცნობმა არ გაიკეთა და მადლობებს მეუნდება ხალხი, ისევე როგორც თქვენ მანანა, როგორც ვიცი ქუჩაში გაჩერებენ თქვენ საქმიანობასთან დაკავშირებით. და გუშინ მოხდა საოცარი რამ. ღამის 12 საათზე რაღაც ხო იცით ეს რიტუალური ის გვაქვს 12 საათს ველოდებით. დაიწყო გეორგობა და მე მივედი და დავანთე სანთელი, რომელიც 2 დღის წინ ჩამომიტანეს ბარიდან წმინდა ნიკოლოზის საფლავიდან. და ვთხოვე წმინდა გეორგისა და ნიკოლოზსაც ორივეს, რომ ეჩვენებია ჩემთვის გზა, იმიტომ რომ ძალიან დამნეული ვარ, იცით, როცა იცი გაგწოდნა და ეს ვერ მიგა, არ იცი რა უნდა გააკეთო, საფრთხეში ხარ, არ იცი რამე გამოგივა თუ არა, მაგრამ ღმერთი არ გაჩერებს, რასაც ხვია. და ნუ ალბათ ღმერთი გალაპარაკებს და ვთხოვე რომ ეჩვენებია ჩემთვის სწორი გზა რომ რა უნდა აქვს, რა უნდა გავჩუმდე, მაგ თუ არა უფლება რომ გავჩუმდე. და ზუსტად 5 წუთში აქედან გაისმა თქვენი ზარი. ეს იყო პირველი საათი იყო დაწყებული. ეხლა ჩვენ არა გვაქვს ისეთი ურთიერთობა რომ თქვენ მე მირაკავდეთ ამ დროს მით უმეტეს, მე მგონი ტელეფონზე არც გვისაუბრია ჩვენ, არც თქვენ გადაცემაში არ ყოფილვარ და მთავაზობთ რომ მეუბნებით რომ ბევრი გაუგებრობა, ბევრი გაწუხებთ ამ თემით და მთხოვეთ მოსვლა. და მე რა თქმა უნდა უარი ვერ გითხარით, იმიტომ რომ ჩავთვალე რომ ეს იყო კარნახი უკვე ზევიდან. და ხო ასე რომ ესე ვთქვათ, ტკიპურტი გამარტყეს, რომ როგორი ფიქრე რომ შეიძლება მოდუნდე. მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი თანამოაზრე მყავდა, ვინც ხმას ვერ იღებდა COVID აფიორის დროს პირდაპირ ვთქვათ. მაგრამ ეხლა მთელი ჯარია ჩემს უკან. მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ალბათ სახალხო ლაშქარი, რომელიც ღმერთმა მომცა. და ეს ხალხი ძალიან დამიდგება გვერდზე ალბათ ამ ბრძოლაში და ნუ გუშინთელის მერე მე მივხვდი რომ ისე უნდა ვიბრძოლოთ, იმიტომ რომ აქ ლაპარაკი არის გენოფონდის განადგურებაზე. მეც ჩამრიცხეთ იმ ლაშქარში. აუცილებლად. ჩვენ სხვათა შორის შარშან წინ არ ვიცი თუ გახსოვთ, დედაენის ბაღში გავაკეთეთ დედის დღეს ესეთი შეკრება, ბავშვებმა ბუშტები გაუშვეს, ბუშტებზე ეწერა ჩვენ გვინდა მშვიდობა და არ აცრა. და მივმართეთ მაშინ ღვთისმშობელს. ახალი დაწყებული იყო უკრაინის ომი მაშინ. და ეგ რომელაც რაზე იყო პაპილომას არა, ეს იყო კოვიდის დროს და უკრაინის ომი იყო ახალ დაწყებული და ჩვენ უბრალოდ გამოვიყენეთ, ესე ვთქვათ, კარგი გაგებით გამოვიყენეთ ის ძალა, რომელიც ბავშვებს აქვს და ეს ბავშვების ენერგია და ბავშვის თხოვნის ძალა, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად უმციკლო, სუფთა და არანაირი უკუვის არ დრას მის უკან. ალალი ესე ვთქვათ. და ნუ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა გადაურჩა ამ ყველაფერს. ნუ ასე და კაპიტონთინა ჩაგერთობით ერთი ეს მე წავიკითხე როცა ვამზადებდი ამ გადაცემას და ისედაც ვიცოდი მრავალი წელია მესმის ამ პაპილომა ვირუსის შესახებ და თქვენი ასე ვთქვათ ის გადმოგზავნილი დოკუმენტური ფილმი რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებს აქვს გაკეთებული ეგ არის მეხუთე სერია პაპილომა ვირუსთან დაკავშირებით რა ქვია მაგ დოკუმენტურ ფილმს მე უთხარით სად მოიძიონ ხალხმა გავავრცელოთ და იქ ამბობენ რომ ეს არის ასე ვთქვათ უშვილობისათვის სტერილიზაციისათვის შექმნილი ვაქცინა ესე იგი აი ეს გავაგებინოთ ხალხს რომ და ასევე მე მინდა მივაწოდო ინფორმაცია ჩემს ერთგულ რადიო მსმენელებსა და ტელემაყურებლებს რომ 2017 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში იურისტებმა ადვოკატებმა მოამზადეს სარჩელი შეიტანეს სასამართლოში მოიგეს იურისტებმა ეს სარჩელი იმ ფირმის წინააღმდეგ ანუ ბილ გეიტსის ფირმის წინააღმდეგ ვინც ეს ვაქცინები დაამზადა აი ეს ძალიან ასე ვთქვათ საინტერესო ეს არის კარგით გააგრძელეთ იცით რა ხდება საქართველოში? მოდი, ეს ვთქვათ ჩვენ ტელემაყურებელსა და რადიოს. ხო, მოდით ახლა იქიდან დავიწყებ, რომ დავაფიქსირო, მინდა რომ კარგად გაიგოს ყველამ, რომ ეს ვაქცინა, ეს პაპილომა ვირუსი არის საერთოდ 200-ზე მეტი შტამი სხვადასხვა. და ისინი იწვევენ ჩვეულებრივ პაპილომებს, აი ესეთი
რასაც ვეძახით პაპილომას, წანაზარდებს ხო სხვადასხვას, რომელიც როგორც წესი ორგანიზმი ამას ერევა 2-დან 3 წლამდე ჭირდება, რომ მთლიანად ალაგდეს. თუმცა პაპილომების მიზეზი არა მარტო პაპილომავირუსები არიან, შეიძლება თქვათ იყოს იგივე გადატანილი გონორეა. და ხშირად ეშლებათ ხოლმე ეს მამაკაცებს განსაკუთრებით, როცა აქვთ გენიტალიებზე. და მე ვიფიქსირებ ერთ რამეს გარკვევით, რომ ეს ვაქცინა არის თვითონ სათაურიც როგორი აქვს საშვილოსნოს ყელის კიბოსი არა მთელი საშვილოსნოსი არამედ სპეციფიურად საშვილოსნოს ყელის კიბოსი არის 20 პაპილომას 20 შტამი რომელიც სავარაუდოდ იწვევს შეიძლება გამოიწვიოს რომელმაც აი მიხნებ გამორთოთ რა ტელეფონი რომელიც სავარაუდოდ იწვევს შეიძლება გამოიწვიოს უკაცრავად საშვილოსნოს ყელის კიბო სულ 20-ია. აი ამ ვაქცინაში შედის აქედან 4. ეს არის მე-6, მე-16, მე-11 და მე-18 ნომრებით არის ეს პაპილომები. ანუ 20-ს კი ვერ მოიცავს. და ისიც არანაირი მტკიცებულება იმის რომ ზუსტად ესენი იწვევენ არ არსებობს და არც ის არის ფაქტი რომ შეიძლება ზუსტად ეს შეხვდეს ადამიანს ეს პაპილომა შეიძლება სხვა შტამები ქონდეს პაპილომის სხვა ნომრები და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ რომ მამაკაცი არის მხოლოდ და მხოლოდ გადამტანი ეხლა აი რა ხდება საქართველოში თუ გაქვთ ინფორმაცია კიდევ ერთი მიზეზი რატომაც ვფიქრობდი მე გუშინ რომ უნდა ვილაპარაკო თუ არა იყო ჩემი კონტაქტი სანამ თქვენ დამირეკავდით სადღაც საღამოს ვესაუბრე Facebook-ით ერთ ჩემ ძველ მეგობარს კახეთიდან ძალიან განათლებული პიროვნება ეს არის მამაკაცი ჩემი ასაკის რომელსაც ძალიან პატივს ვცემ და მან მითხრა ესეთი რამ რომ საუბრობდით ამ თემაზე მითხრა რომ ეს არის სისულელი ამას ნუარცელებ იმიტომ რომ მე აი ახლა მკლავზე გამიკეთეს ოპერაცია ამომჭრეს დიდი სიმსივნე და ეს არის სუიმის ბრალი რომ ქალებს გაქვთ აი ეს პაპილომა ვირუსი. ეს არის როგორი აბსურდი, ეს თვითონ ტექნიკური ის არის სპეციალობის კაცია. არავით არის კონტაქტი არა აქვს. მედიცინასთან არავით არის კავშირი არა აქვს. და ამიტომ გამოვიდა. მე გავგიჟდი. ძალიან მიშლის ხელს ახლა ესა. და საქმე იმაშია რომ ამ ადამიანს დაარწმუნეს ეს ადამიანი იმაში რომ მას იმიტომ განუვითარდა თურმე მკლავზე რაღაც სიმსივნე არ ვიცი როგორ თვისებიანი იყო ეს აღარ დაუზუსტებია რომ ქალებს აქვთ პაპილომა ვირუსი ეს არის აბსოლუტური აბსურდი და აი ეს ხდება საქართველოში რომ ოღონდ მოიზიდონ და ამაში ბონუსები აიღონ და დაარწმუნონ იმაში რომ ადამიანი აიცრას და ურეკავენ სახლებში, ავრცელებენ ნაცნობებში აბსოლუტურ სიცრუეს, რომ თითქოს შეიძლება განუვითარდეს ფილტვის კიბო, ან რომელიმე სხვა ორგანოში კიბო, მეგობრებო, ყველა რადგან არის ნათქვამი, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს პაპილომაა, ხო? ის პაპილომა სხვაგან კიბოს აღარ იწვევს, არავინ არ მოგატყუოთ. ეს არის სიცრუე და ის რომ ძალიან ბევრს გვატყუებენ, მე მგონი COVID აფიორის დროს უკვე ადამიანები დარწმუნდნენ ამაში და მით უმეტეს ახლა ისინი ვინც ურეკავენ პოლიკლინიკებიდან ოჯახებში, რაიონებში, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით უვარდებიან მოზარდების მშობლებს სახლებში და ეუბნებიან მათ რომ ეს არის სავალდებულო, შენ შვილს რომ არ დაემართოს არასოდეს კიბო, ამიტომ უნდა აცრა ახლა. ეხლა ჩვენ ყურადღება მივაქციოთ ერთ რამეს, მეგობრებო. რატომ ცრიან 9 წლიდან გოგონებს და 10 წლიდან ბიჭებს? მე გესვამ მკითხვას, აბა დაფიქრდით. თქვენი 10 წლის ბიჭი, ან 11, ან 12, მას შეუძლია სექსუალურად ცხოვრება ძალიანაც რომ უნდოდეს? არის ის მზად? ან ცხოვრობთ ჩვენ ისეთ გარემოში, რომელშიც 10 წლის ბიჭს შეუძლია წავიდეს და ისხოვროს ქალთან, რომელსაც ჭირს პაპილომა, ან არ ჭირს თუნდაც, ხო? ან 9 წლის გოგო. და 2017 წელს როცა შემოიტანეს პირველად საქართველოში ეს ვაქცინა, მაშინ მე დავსვი კითხვა როგორც ჩვენ დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ასევე მივწერეთ უცხოეთში. მე და ჩემმა გუნდმა ჩვენ დიდი ხანი ამაში ვარ ჩართულები და დავსვით კითხვა, რატომ 9 წლიდან გოგოებს? პასუხი იყო ძალიან საინტერესო, ყურადღება მიაქციეთ. იმიტომ რომ უნდა მოხდეს აცრა, მანამ სანამ მას ჩამოუყალიბდება ციკლი მენსტრუალური. აი, ან გამიჩნდა კითხვა. თქვენ თუ გაგიგიათ, რომ რომელიმე ვაქცინაზე
გინდას სახათთან დაკავშირებულ გეგმიურზე, გინდას გრიპის ან სხვაზე. თუ გაგიგიათ, რომ ის უკავშირდება menstrualურ ციკლს. ანუ ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ვაქცინას აქვს ჰორმონალურ სისტემაზე გავლენა და რაღაცა ხდება ამ დროს. პირველივე დღეებიდან, პირველივე თვეებიდან, უпростоრად ამ აცრების მერე, ეს იყო 2006 წელი, როცა შეიქმნა ეს ვაქცინა Bill Gates-ის ფონდის დაფინანსებით, შეგვექმნა ფირმა Merck-მა, როგორც თქვენ სწორად აღნიშნეთ და ნახეთ თუ შეიძლება რა ხდებოდა. ხდებოდა ის, რომ გოგონებს ვისაც უკვე ქონდა და იშვიათად აქვთ ამ ასაკში გოგონებს ხო ციკლი, მაინც აქსელერანტები კი არიან, მაგრამ მასიურად ნაკლებად აქვთ. მათ უწყდებოდათ ან ერეოდა ციკლი და ისინი იმათ ვისაც არ ქონდათ ძალიან ბევრ ციკლი ან ძალიან დაუგვიანდა ან საერთოდ აჩამოუყალიბდა. მაშინ ეს იყო ცოტა გაუგებარი მექანიზმი, მაგრამ უკვე შორეული შედეგებია ცნობილი. უკვე 2017 წელს 16-17 წლებში მოხდა საშინელი გაპროტესტება ამ ყველაფრის და მოხდა შეჩერება ვაქცინაციის და წავიდა უკვე საკმაოდ ჩუმად. აი დაძალება უკვე აღარ იყო, აგიტაცია აღარ იყო. ანუ სავალდებულო ვაქცინაცია არ არის ეს ჯერ, ხო? მაგასაც გეტყვით. აი საზღვარგარეთ მე მოვისმინე იმ დოკუმენტური ფილმიდან კანადაზეა საუბარი, ინგლისზე, ევროპულ ქვეყნებზე თუ ამერიკის შეერთებულ. ესე იგი, იქ არ არის სავალდებულო, ხო? იცით როგორ არის? იმ ფილმის მერე ბევრმა ქვეყანამ ამოიღო საერთოდ, ბევრმა საერთოდ შეაჩერა. ეხლა სულ მხოლოდ 45 ქვეყანაში არის დაშვებული ეს ვაქცინა. მაგრამ სავალდებულო არ არის? ზოგს არა, სავალდებულო არსად არ არის. საქართველოში რა ხდება? აი ხა საქართველოში რა ხდება? საქართველოში არ არის. იცით, აი ცოტა საეჭვო მაგას ახლა ვარკვევთ, მაგრამ მე მინდა რომ აჩვენოთ კიდევაც მე ოპერატორს მივეცი, აი მე მიჭირავს საბუთი, რომელიც გაცემული არის 20 ოქტომბერი 2023 აჩვენეთ თუ შეიძლება ეს საბუთი, ანუ გადაცემული აქვს უკვე? აი აჩვენებთ. ესე იგი, ხო, აი აქ არის ისა. ეს არის მოქალაქე თეიმურაზ ლომიძეს, ეს არის იურისტი. დიახ. ცნობილი ადვოკატია. ერიდა საზოგადოებიდან და მან მიმართა ჯანმრთელობის სამინისტროს, სადაც მიიღო ეს საბუთი, სადაც გარკვევი წერია. ისევე როგორც სხვა სახის ვაქცინაციის შემთხვევაში, პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იმუნიზაცია არ წარმოადგენს სავალდებულოს და დამოკიდებულია მოქალაქის თავისუფალ არჩევანზე. ამ დოკუმენტის მიხედვით და ხელსაწერს ირინე ჯავახაძე. ვინ არის ეს თანამდებობი? ეს არის დეპარტამენტის უფროსი პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი. ანუ არ არის სავალდებულო. ამ დოკუმენტის მიხედვით არ არის. არ არის. მაგრამ აქ წერია რომ ისევე როგორც სხვა აცრები, ანუ გამოდის რომ საქართველოში არ წითელა, არ წითურა, არც გრიპი, არაფერი არ ყოფილა მეგობრებო სავალდებულო და თქვენ რომ გირეკავენ პოლიკლინიკებიდან და გეუნებიან რომ მოიყვანეთ ბავშვი ეს სავალდებულოა, ეს ყოფილა სიცრუე. ამას მე არ ვიგონებ. ერთი თუთის კარგად გავაგებინოთ, ანუ პაპილომა ვირუსზე არ არის სავალდებულო აცრა და არც ციცელაზე, ცითურაზე, არც სხვა აცრაზე. ანუ არ არის სავალდებულო ეს აცრა. აბა რატოა გამეფებული, რომ აი სავალდებულო აცრები უნდა ჩაუტარდეს ბავშვებს? ვერ გეტყვით, მაგას ვარკვევ და უახლოეს დროს მოვახსენებთ მოსახლეობას რა ხდება რეალურად. მაგრამ აი როცა გაარკვევთ, გვითხარით და გავაკეთოთ ჩვენს აუცილებლად ამას ვაცნობოთ მშობლებს. ყოველ შემთხვევაში დღესდღეობით ესეა, მაგრამ ჩვენ კონსტიტუციის მიხედვით მაგ არჩევითობა მკურნალობის მეთოდის და პროფილაქტიკისა. ასე რომ ეს კონსტიტუციასთან მოდის აბსოლუტურ შესაბამისობაში. იცით რა მაინტერესებს? ძალიან საინტერესო კითხვა, მაგრამ გააგრძელეთ თქვენ. იყო თუ არა ეპიდემია, რომ ვაქცინა შექმნილიყო? რომ აი ამ კოვიდზე გაავრცელეს, მაინც გრიპის მრავალი ვირუსი არსებობს, მაგრამ აი ეს პაპილომა ვირუსის ეპიდემია იყო? აი რის საფუძველზე და რატომ შეიქმნა ეს ვაქცინა? აი მაგაშია საქმე და საკითხი, ეშმაკობა რომ
ისევე მოხდა თქვენ გახსოვთ კოვიდზე როგორ მოხდა, ხო? დაჩქარებული წესით, ბევრი კვლევა არ ჩაქალეს საჭიროდ გამონაკლისი სახით. ზუსტად ესევე მოხდა 2000 წელს აი ამაზე. როცა არანაირი ეპიდემია, როგორ შეიძლება კიბოს ეპიდემია იყოს, ხო? კი, რო შექმნილიყო თქვა, ყველანაირი კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა, მაშინ დასაშვები იქნებოდა, მე პირველი დაუჭერდი მხარს, მაგრამ ეს არის სპეციფიურად ერთი სახის იმაზე კიბოზე ხო ლაპარაკი რომელიც არ ვითარდება ამისგან ან არა ან შეხვდება ეს ან არა ხო თორე პაპილომა ყველას გვაქვს 1000-ნაირი პაპილომა და 1000-ნაირი ვირუსი გვაქვს ორგანიზმში მაგრამ არაფერს არ გნებს და კიბო არ ვითარდება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმ ვირუსისგან რომელიც ბუდობს და აზიანებს საშვილოსნოს ყელის ლორწოვანს ფილტრში გადასვლა და მკლავზე გადასვლა და თვალში გადასვლა ეს არის აბსოლუტური აბსურდი ამას უკვე არაფერი აღარ ქვია ტყუილიც აღარ ქვია ამას ქვია აღარ დაბოლება არ ქვია ამას ქვია აბსოლუტური უვიცობა და სისულელე ვინც ეს მოიგონა და კარგი კიდე რა მაინტერესებს იცი ქალბატონო თინა ხონდათ თუ არა სათანადო კვლევები აი მაშინ როდესაც ეს არ ქონდა და ვინ ფარველობდა ნუ FDI და ისა ხო CDC-ის დირექტორი კი ბატონო კარგი მაგრამ აი ეხლა მოცემულ მომენტში მთელ მსოფლიოში განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ინგლისში და რა თქმა უნდა ჩვენი ინტერესია საქართველოში. რა ხდება, აი როგორი მდგომარეობაა ამ პაპილომა ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით? ანუ საგანგაშო სიტუაცია არ არის, რომ ახლა ამათმა ასე საგანგაშოდ და დღის წესრიგში ჩართონ, რომ აი აუცილებლად უნდა აიცრა, ხო? სადღაც შემხვდა ვიღაც ამბობდა, რომ 90% თურმე კიბოსი არის გამოწვეული ქალებში ამითი. ეს სტატისტიკა არ არსებობს საქართველოში მით უმეტეს. აი ეს მაინტერესებდა ეს სტატისტიკა. არანაირი სტატისტიკა საქართველოში არც არსებობს და არ დაეჯერებათ რომც არსებობდეს მართალია. და კარგი და ამერიკის შეერთებულ შტატებში და იქ თუ იცით თქვენ. ეგეთი სტატისტიკა არც იქ არის. ანუ არა, ხო? არა. მაშინ ის საფუძველზე რატო? არა, აქ სხვა მიზნებია მან. აქ მიზნები არის რა? ეხლა ყველამ კარგად ვიცით რომ მთელ მსოფლიოში რო გამოიწვია. ჯერ ერთი დეპოპულაცია, ხო? ამაზე უკვე მე მგონი საკამათი აღარ არის საჭირო და ყველა ხდება რომ ეს ხდება, ხო? ანუ ვაქცინაცია არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ამისი და რო არ გამრავლდნენ. მაგრამ ნახეთ ეხლა უკვე დაიდო რა კვლევები. გავიდა ამდენი წელი, ხო? აი იგივე უშვილობაზე. თქვენ გახსოვთ მე სულ ვაყენებდი კითხვას, რომ ვაქცინას, COVID ვაქცინებს თუ აქვთ კვლევები ფერტილობაზე, არ ვიცით რას გამოიწვევს უშვილობას, გამოიწვევს თუ არა. მაგრამ იქ ცოტა დროა გასული, ხო? იქ შეიძლება მსჯელობა მხოლოდ ვირუსებზე. ეგ კითხვები, ქალბატონო თინა, პატრიარქმაც დაუშვა მაშინ წმინდა სინოდის ხდომაზე მოწვეულ სპეციალისტებს, ვინც ამ ვაქცინების დამცველი იყო მაშინ ბატონ გამყრელიძეს და ბატონ იმნაძეს. და საერთოდ ჯანდაცვის სამინისტროს და პასუხი მათი იყო, რომ ჩვენ ეს არ ვიცით. კვლევებით არ არის დადგენილი. და იმიტომ რომ არ იყო საკმარისი დრო. იგივე ხდებოდა ამ ვაქცინაზე თავიდან, მაგრამ უკვე შეამჩნიეს, მერე შეისწავლეს და აღმოჩნდა რომ გარდა იმისა რომ აცრილებს ემართებათ, როგორც თქვენ ბრძანეთ 54%-ს, აი იმ პირველ თაობაზეა ლაპარაკი აცრების. 24-დან 29 წლის ჩათვლით. ისინი გაიზარდნენ, ამას ჭირდებოდა დრო, რომ გაზრდილიყვნენ, გათხოვილიყვნენ, დაეწყოთ სექსუალური ცხოვრება, მონდომოდათ შვილის ყოლა და აღმოჩნდა რომ არიან ვერაჩენენ. და დაიდო მერე კვლევები მერე ხდება მოხდა ბევრი ორგანიზაციის მიერ 5 წუთი და ამის ყველაფრის შესწავლა და აღმოჩნდა რა რომ ის აზიანებს ქალის ფოლიკულებს ანუ ფოლიკულების გაწოვა ხდება თუ გაუკეთდა პატარას იმის ჩამოყალიბება ვერ ხდება სრულფასოვნად და უკვე თუ ასაკში გაკეთდა მაშინ აკეთებს მის გაწოვას ნუ ბიჭებზე აღარც ვლაპარაკობ და ბიჭისაც რა ეს არის აბსოლუტური აბსურდი არანაირი საჭიროება, საშიშროება ბიჭს არ ემუქრება და არ არის საჭიროება. და კიდევ ძალიან ბევრი აქვს ალაპარაკო, მე ვცდილობ რომ ჩავტიო რაღაცნაირად ყველაზე გამოყო, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის. და გამოირკვა კიდევ უახლესი კვლევებით, რომ ხდება ტვინის დაზიანება. ტვინში ხდება ანთებითი პროცესები, რომლებსაც მიყავთ ძალიან სერიოზულ დაავადებებამდე და მათ შორის არის სიკვდილიანობის შემთხვევებიც. ეს კვლევები არის ახლა ხან დადებული უკვე 2020 წლიდან მოყოლებული, ეს რაც ახლა მოვიპოვეთ და საინტერესო ის არის, რომ ამას ებრძვის ისეთი სერიოზული ორგანიზაცია, როგორიც არის ამერიკაში Children's Health Defense.
ეს არის რობერტ კენედი უმცროსი. ანუ ის პიროვნება, რომელიც ახლა პრეზიდენტობაზე იყრის თავის კანდიდატურა აქვს აყენებული, ხო? ანუ ეს არ არის ჩემი მოგონილი და არ არის რომ მე ვეღნობე ვიღაცას და ახლა კენედის რო წოდომა აქვს ამ ყველაფერთან და საუკეთესო მეცნიერები ყავს გაერთიანებული, ალბათ მაგაში ეჭვიარგებარებათ, ხო? ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატია. მე მის ჯგუფში ვარ გაერთიანებული 10 წელიწადია და ინფორმაციის ნებისმიერი ინფორმაცია მომდის იქიდან და ნებისმიერის გადამოწმება შემიძლია. გარდა ამისა შეიქმნა კიდე ჯანმოს ალტერნატივა. ანუ მსოფლიო ჯანდაცვის კომიტეტი. Ну, მას ის ლეგიტიმაცია არ აქვს, მაგრამ იქ გაერთიანდნენ მოაზროვნე მეცნიერები, იურისტები, ექიმები, რომლებსაც არ ეშინია საუბრისა და ისინი ამხელენ აი ამ ყველაფერს რაც ხდება, წერენ და ჩვენ მათთანაც გვაქვს კონტაქტი. ასე რომ მეგობრებო, ჩემი განცხადებები არ არის ჩემი დააზრები მარტო. აქ ჩემი ცოდნა და ჩემი გამოცდილება გამოყენებული არის მარტო იმაში, რომ მე შევძლო გადამუშავება ამისი და მოვიტანო თქვენამდე. იცით რა მაინტერესებს? სასამართლო პროცესი რომ მოიგეს 2017 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში იმ ფირმის წინააღმდეგ, რატომ ხდება კიდევ ამ ვაქცინების წარმოება? წარმოებას ვერ გაჩვენებთ ბილ გეიტსის ფონდის მიერ. ძალიან დიდი ფულია ჩადებული ამ ვაქცინებში და უბრალოდ იქედან ნახეთ რა მოხდა. იმ ფირმასაც ბილ გეიტსი აფინანსებს? კი, ეს ყველაფერი დიდი ფარმა. ხო და რატო არ აკრძალა ეს სასამართლო? ვერ აიგრძელება, მაგრამ თავმტკიცეს ის რომ მათ 30 წლის განმავლობაში არ ჩაუტარებიათ ვაქცინების გამოკვლევა სათანადო დონეზე. და იმიტომ ეს მოხდა მას მერე, როცა მათ მიიღეს იმუნიტეტი. როგორც ახლა მიიღეს იმუნიტეტი, ამერიკაში უფრო ადრე აქვს მიღებული 33 წლის წინ. მაგრამ იმ პირობით, რომ ისინი მთელ იმ ფულს, რაც უნდა გადაეხადათ კომპენსაცია დაზარალებულებისთვის და ეს იყო მილიარდებზე ლაპარაკი. ამას აიღებდა სახელმწიფო თავის თავს და იმ პირობით, რომ ისინი კვლევებში ჩადებდნენ ამ თანხებს. ანუ ვაქცინების კვლევებში. მაგრამ ეს არ მოხდა და იმის მერე დაზიანება ამ ბავშვების. აი მე გეტყვით, აი ამ პაპილომა ვირუსის ვაქცინით 700-ზე მეტი გოგონა არის მარტო ალაბამაში მიჯაჭვული სავარძლებს. და მე მოვისმინე იმ დოკუმენტურ ფილმში პირველ წლებში, როცა დაიწყეს 180 გარდაიცვალა და რაღაც შემდეგ წლებში 250 გარდაიცვალა. ეს ლოკალურად რაღაც ადგილებში და მთლიანობაში მსოფლიოში რამდენია გარდაცვლილი არ ვიცით, იმიტომ რომ ეს სტატისტიკა სულ რამდენიმე საქართველოში ჯერ არ გვაქვს სტატისტიკა, რამდენი აიცრა? სტატისტიკა არ აქვს, მაგრამ მე წავაწყდი სტატიას, ზაფხულის სტატიას, სადაც ფემინისტურმა ორგანიზაციამ პატარაიამ მიმართა, რომელიღაც გაზეთში არის, მიმართა ჯანდაცვას, რომ რატო არ აჩქარებთ და რატო არ აკეთებთ ამ იმასო. ანუ ჯანმრთელობის სამინისტროს პრეტენზია წაუყენა, რატო არ აკეთება მასიურათო. და იქიდან მოვიდა თამარ გაბუნიას პასუხი, ეს დევს გამოქვეყნებული არის პრესაში, რომ 70,000 ქონდა შემოტანილი და ეხლა დარჩაო სულ 12,000-ო. ეს იყო ივნისის თვეში. ესე იგი, ეს იყო მაშინ, როცა დაიწყეს აგიტაცია. ეხლა რამდენია და როგორ არის ვერ გეტყვით, მაგრამ იმ ღამეს არ მეძინა და რამდენიმე ღამე გამოდის, რომ 60,000-მდე ბავშვი უკვე აცრილი არის, იყო იმ დროს ივნისში. და რატო იცით რაშია საქმე? ნახეთ, ისინი ვინც იმ ვაქცინაციაზე იყვნენ აქტიურები, დაიწყეს ამ ვაქცინაციაზე პროპაგანდა და აქტიურობა. ერთი და იგივე ხალხია. და ამის უკან რა დგას? თქვენ იცით რომ ეხლა საუბარი იმაზე არის, რომ უსქესო თაობები უნდა გამოიყვანონ და ბავშვი თვითონ გადაწყვეს, გოგო იყოს თუ ბიჭია რა. ზუსტად აი აქამდე მივყევართ აი ამ ვაქცინაციას. რომ არ ჩამოყალიბდეს ჰორმონალური, ანუ გარდატეხის პერიოდში ყალიბდება ჰორმონალური სისტემა. ან გოგოთ, ან ბიჭად. თუ კი ამას დავატორმუზებთ, ის არ ჩამოყალიბდება არც ისე, არც ესე. ანუ მივმართოთ მშობლებს, თქვენი მოსვლის მიზანი ეს იყო, რომ ჩვენ გავაგებინოთ მშობლებს, მივეცით ახლა ასე ვთქვათ, პირველადი ინფორმაცია, რომ თავი შევიკავოთ ამ პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო კატეგორიულად მოვითხოვთ, ხო, რომ შეაჩერონ ეს. ზევიდან ჩვენ ამას ვერ გავაჩერებთ. ძალიან დიდი ფულია ჩადებული. თვითონ მშობლებმა კარგით, თუ რაიმე იქნება საინტერესო და მნიშვნელოვანი, აუცილებლად დაგითმობთ კიდევ ეთერს, იმიტომ რომ ჩვენ გვისმენთ ძალიან ბევრი მშობელი.